გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. რუსეთის ტერიტორიაზე კვლავ დიდი ამოფრქვევები გვაქვს, ვულკანების, ასე რომ ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. მოკლედ, ამ ამბავს რა თქმა უნდა არ გამოვტოვებდი. დღეს გარდა ამისა, სხვა საინტერესო თემებზეც მექნება საუბარი. ასე გადავანაწილე ჯერ სანახაობით დავტყვეთ. ვნახოთ ვიზუალური მასალა, სად რა დაიბომბა, რა ეფექტი მივიღეთ და რა ეფექტი მიიღო თავის მხრივ რუსეთის ეკონომიკამ, რა ოდენობის არალზე არის აი ამ ინტენსიური დარტყმების შედეგად საუბარი, რომელსაც უკვე ახალი ტენდენცია აქვს. ეს არ ეხება მხოლოდ ნავთობ ობიექტების დაბომბვას, ეს გულისხმობს მსხვილი სავაჭრო ონლაინ პლატფორმების დიდი საწყობების განადგურებას. Wildberry უკვე დავიმახსოვრეთ ეს ბრენდი, რომელიც საკმაოდ ცნობილი და მსხვილი კომპანია არის რუსეთში თავის მხრივ. ჩვენ კი, მე პირადად მაგალითად საერთოდ არ ვიცოდი ამ კომპანიის არსებობის შესახებ, ან რატომ უნდა მცოდნო და გავიგე მას შემდეგ, რაც დარტყმები ხორციელდება ერთმანეთის მიყოლებით აი ამ კომპანიის საწყობებზე რუსეთის ტერიტორიაზე. მოკლედ, სანახავი ბევრია, მოვისმენთ ასევე რუსეთის მოქალაქეების კომენტარებს, გამოხმაურებებს, რომლებიც უფრო და უფრო მეტი კითხვის დასმას იწყებენ საერთოდ რა საჭირო არის ეს სამხედრო, ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პუტინმა მათ თავს მოახვია, აქამდე აიგნორებდნენ, მაგრამ ახლა ძალიან დაცხა ტემპერატურა მაიწია. ჯიბეს ფულის დაკარგვა დაეთყო, კომფორტი მოაკლდათ და არ არის გასაკვირი, რომ ახლა იწყებენ ისინი გაცნობიერებას, რა ხდება და ამ კითხვის დასმას, რა ხდება მათ თავს. ხო, შემდეგ უკვე მეორე ნაწილში მექნება საუბარი უკრაინის შიდა გადაწყვეტილებებზე, დიდი ამბავი გვაქვს ამ მხრივ. სირსკი შეიცვალა, როგორც მოსალოდნელი იყო და ამაზე ჩემ წინა ეპიზოდშიც ამის წინა პირობებზე მქონდა საუბარი არაერთხელ. ამ შემთხვევაში უკვე დანამდვილებით ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის არმიას ყავს ახალი ხელმძღვანელი და ის ძალიან ცნობილი, ძალიან დიდი რეპუტაციის მქონე სამხედრო გახლავთ. მისი სახელი არის მიხაილ დრაპატი, ის არის ახალგაზრდა გენერალი. მას აქვს არაერთი ბრწყინვალე ეპიზოდი საკუთარ კარიერაში, ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფარგლებში და ამ ყველაფერს მეტნაკლებად შევეხები, მინიმალურად მაინც ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ მცირე დროში, იმიტომ რომ სხვაც ბევრი არის სასაუბრო, მექნება არა მხოლოდ ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე, არამედ მის შემდგომ პერსპექტივაზეც მეტნაკლებად საუბარი, რას ამბობენ თავად უკრაინელები აი ამ პროცესზე, ამ გადაწყვეტილებაზე. მექნება ასევე პოლიტიკურ ნაწილზეც საუბარი, ნიშნავს თუ არა ეს პრობლემების სრულად მოგვარებას და რას ითხოვს ახლა უკრაინის მოსახლეობის ის აქტიური ნაწილი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის უეცრად ცვლილების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა. შემდეგ უკვე ბოლო ნაწილში მექნება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე საუბარი, ჩავხედავთ რუკებს. ერთი-ორი კომენტარი შემოხვდა, სადაც სამარხის მაყურებლები ითხოვდნენ, რომ დიდი ხანი არ გაგვიკეთებია ეგრეთ წოდებული აპდეიტი, არ განგვიახლებია სიტუაციის შესახებ ინფორმაცია, რა ხდება ფრონტის ამა თუ იმ მიმართულებაზე, სად არის წარმატება უკრაინის, სად პირიქი წარუმატებლობა. მოკლედ ამას გავაკეთებ აუცილებლად დღეს. ასევე დიდი მადლობა კომენტარების ავტორებს, თქვენ აი ამ შემთხვევაში მიმართულებას მაძლევთ, მიხარია თქვენი ჩართულობა, თქვენი ინიციატივები, როდესაც არის ესეთ ჯანსაღი წინადადებები, აუცილებლად ამას არ დავტოვებ ყურადღების გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც ჩართული ხართ, ვინც მიყურებთ და დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ, მე ჭვიარ მეპარება რომ თქვენთვის ბევრ საინტერესო დეტალს შევეხები ამ კონკრეტულ ეპიზოდში. დავიწყოთ მოკლედ. ეს არის კრასნოდარის ოლქში გადაღებული კადრი, ესეთი დიდი ხანი კი შემორჩა ეკრანზე, მაგრამ მე მგონია რომ იმსახურებდა ნამდვილად ამ დროის დათმობას და ყურადღებას, თუმცა არაერთი სხვა ეფექტური კადრი გვაქვს სანახავი, ხო? აი ესეთი ვიდეო გამოსახულება. მოკლედ, Wildberry ამ ბრენდის ორი საწყობი დაიბომბა. ერთი არის კრასნოდარის ოლქში, მეორე სტავროპოლის მხარეში და ორივე შემთხვევაში არის უზარმაზარი ზარალი, ძალიან დიდი. მოდი გავყვებით თანმიმდევრობით. უბრალოდ კომენტარი ზედმეტია, ძალიან მაგარი კადრები არის. ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი, უკვე შეფასება მიჭირს ხოლმე ცოტა რომელი იყო უფრო ესეთი გამორჩეული, მოსკოვში დაბომბილი, ამ შემთხვევაში კრასნოდარში დაბომბილი, სტავროპოლში თუ ასე და ასე შემდეგ. ერთი რამ ცხადია, რომ ეს Wildberry-ის საწყობები ძალიან ესე მასშტაბურად იწვის და ახასიათებს ესეთი
შავი კვამლი და ინტენსიური ცეცხლი, რაც რა თქმა უნდა არ რჩებათ არც ადგილობრივ მცხოვრებლებს ყურადღების გარეშე, დიდი ინტერესით იღებენ ხოლმე შემდეგ ესეთ ფოტო თუ ვიდეო მასალებს და გვიზიარებენ სხვადასხვა რაკურსიდან. ჩვენც მივადევნოთ თვალი, ვნახოთ, არ ვიცი, ალბათ ჰოლივუდის ფილმებშიც გაუჭირდებოდათ რაღაც ესეთი გრაფიკული გამოსახულების შექმნა, თუმცა ეს ამ შემთხვევაში რეალური კადრი არის და არანაირად არ გახლავთ სპეცეფექტი, საოცარი მასალები გვაქვს, უკვე არაერთი პლატფორმა ამ ყველაფერს აზიარებს, მეტი ეფექტისთვის მუსიკალური ფონიც დაადეს, მაგრამ არც დიდად არ საჭიროებს. მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ამ ყველაფერს როგორც ერთგვარ ფლეშმობს ისე უყურებს. თუმცა არა ყველა ჩვენ გვექნება ისეთებიც, ნახავთ და მოვისმენთ, ვინც ძალიან აღშფოთებული არის ამ ამბით, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მათ ფინანსური დანაკარგები განიცადეს, ერთი და მეორე შეიძლება სულაც არ განიცადეს ფინანსური დანაკარგები, მაგრამ ხვდებიან ამ ყველაფრის ეფექტს, რაში არის საქმე. ამ შემთხვევაში ეს TikToker-ი ყავს, ვიღაც არ ვიცი როგორ უწოდოთ. ხო, ძალიან ტრენდული გახდა. მოსკოვში, როდესაც ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, მაშინ მახსოვს ესეთი კადრი აივანზე გადაღებული, ვიღაც ახალგაზრდა კაცი ყავას როგორ მიირთმევდა აი ამ შესანიშნავი ხედის ფონზე. ამ შემთხვევაში ეს კრასნოდარის მცხოვრები გოგონა, ესეთი ზურგიდან გადაღებული კადრით გვიზიარებს თავის დამოკიდებულებას. რა ვიცი, აბა, პრინციპში რუსეთის მოქალაქე რო ვიყო და ამ ყველაფერს უყურებდი, ესე მშვიდად ვერ დავლევდი ყავას, თუმცა ხო, რას გაიგებ რუსებისას, მან ხალხი ძალიან ჭრელი არის, არიან ისეთები, ვინც რაღაცებზე რეაგირებენ, არიან ისეთები, რომლებსაც საერთოდაც ძალიან ფეხებზე კიდიათ რეალურად, თავარია საჭმელი არ მოაკლდეს, მაგრამ აი საჭმელი რომ მოაკლდებათ, მერე უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებენ ხოლმე. ხო, ბენზინიც არ უნდა გამოგრჩეს პრინციპში. კიდევ ერთი ეფექტური კადრი, ესაც რაღაც სხვა რაკურსით გადაღებული, არანაკლებ საინტერესო, ვულკანს გავს ხო, აბა რა, სწორი შედარება არის, არაერთხელ შემოვხდა ესეთი, წავიკითხე არაერთი პოსტი, სადაც ვულკანებს ადარებენ ხოლმე ასეთ სურათს და აბსოლუტურად ვეთანხმები. აი აქ კიდევ ერთი ვიდეო გვაქვს, ხმაც ისმის, ნახოთ რას ამბობს. ეს კონკრეტული საწყობი მდებარეობს კრასნოდარის ოლქში, როგორც თქვი, და არის ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი, კონკრეტულად სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი. ამ Wildberries აქვს 10-ზე მეტი ესეთი დიდი მოცულობის საწყობი და ჯერ კიდევ ბევრი მონიშნაა დარწმუნებული ვარ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების აი ამ გეგმებში თუ სად და როდის რას უნდა დაარტყან. ამას ცოტა ხანში გაჩვენებთ რუკაზეც სად რა არის განთავსებული, ზარალზეც მექნება საუბარი, რომელიც უკვე დათვალეს, დაახლოებით რა თქმა უნდა, იმ გამოცდილებით, რაც უკვე არსებობს. Wildberries საწყობის დაბომბვას მოსკოვის ტერიტორიაზე მოყვა უზარმაზარი ფინანსური ზარალი, რაც $1 მილიარდ აღემატება, თუ $2 მილიარდს აღარ მახსოვს ზუსტად, აი ნახავთ, როდესაც მივალ ამ ამბამდე, ჯერ ეს კადრი ვნახოთ, კიდევ ერთხელ, ეს არის, დათარიღებულია შესაბამისად 22 რიცხვით, ხედავთ, დღევანდელი მასალა, კრასნოდარის ოლქი. კარგით, სწრაფად გადავიდეთ ამ შემდეგ კადრებზე, ეს არის ახლო პერსპექტივიდან გადაღებული კიდევ ერთი კადრი, არ მახსოვს ზუსტად გაჩვენეთ თუ არა. აი ეს იმით გვაქვს კომენტარით, მოვისმინოთ, აბა რა Ночью в 4 утра сегодня что-то прям жестко бахнуло. დილის 4 საათზე დაახლოებით დაარტყესო. Где-то в эти дома был прилет. А вот это у нас что-то горит. Говорят, это склады. То ли ВБ, то ли не ВБ, непонятно пока. Полыхает до сих пор. Зрелище, конечно, не для слабонервных. Прямо возле моего дома. Он еще воспламеняется, о божечки ты мои.
ხო, ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რატომ არის ეს ყველაფერი ლეგიტიმური სამიზნე, ანუ წინა ეპიზოდებში წყვებოდი ამაზე, მაგრამ ვთქვათ, ვინმეს თუ არ უნახავს ან არ აქვს ეს ინფორმაცია, რატომ ესეთი კომერციული ობიექტი, ხო, ამ შემთხვევაში. მოდი ასე ვთქვათ, ამ დარტყმებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებს ერთდროულად, აი ჩვენ ხო გვაქვს ეგეთი გამოთქმა, ორი კურდღლის დაჭერას რა. ერთი ეს არის სამხედრო ამოცანა, იმიტომ რომ სწორედ ამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით იწერენ ოკუპანტი ჯარისკაცებისთვის ეკიპირებას, იწერენ დრონის გარკვეულ ელემენტებს, დრონის მართვისთვის საჭირო გარკვეულ მოწყობილობებს, სათვალეებს და ასე შემდეგ. არაერთი დანიშნულების პროდუქციას, მათ შორის გენერატორებზეც იყო საუბარი, მათ შორის იყო ნაჩვენები იგივე ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც ეს დრონების სამართავად გამოიყენება და ასე შემდეგ. უამრავი დასახელების და დანიშნულების დეტალი თუ რაღაცა მოწყობილობა, რომელიც პირდაპირ მიემართება რუსი სამხედროების აღჭურვისთვის და მათ იყენებენ შემდეგ უკვე საბრძოლო მოქმედებებში. ანუ ეს პირდაპირ ინტერესი არის უკრაინის შემთხვევაში და ლეგიტიმური სამიზნე არის, რომ მოწინააღმდეგის მომარაგება გადაკეტოს აი ამ გზით მათ შორის, ხო? გარდა იმისა, გარდა იმ სხვა ჩამონათვალისა, რასაც ისინი აკეთებენ გზებზე დაბომბები და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ მეორე კურდღელი ამ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული, არის ეკონომიკური ეფექტი ცხადია. ეს ყველაფერი არის მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ჯიბეზე იგრძნონ, საკუთარ თავზე გამოსცადონ რა არის ომი, რომ ეს არ არის სადღაც შორს, ეს ხდება მათ ცხვირწინ, როგორც ეს წეღანეს რომ უსმენდით პატივცემული რუსეთის მოქალაქე ამბობდა, ეს პირდაპირ მის ფანჯრებთან ხდებოდა, მისი ფანჯრებიდან ჩანდა და ხო, საბოლოო ჯამში ეს უნდა გადაიზარდოს გარკვეულწილად, ადრე თუ გვიან და გადაიზარდება აუცილებლად პოლიტიკურ განწყობებში. ნახოთ ამ ხრივ ყოველ შემთხვევაში მინიმალური ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება არაპოპულარული გახდეს ომი, რაც შეიძლება ნაკლებს გაუჩნდეს სურვილი, რომ წავიდეს ამ კონტრაქტებზე და ანუ თუ იქნება და დიდი ალბათობით იქნება მობილიზაცია გამოცხადებული, მათ უნდა კონდეთ უფრო მეტი განცდა რეალობის, რომ იქ კარგი არაფერი ელოდებათ და მეტი წინააღმდეგობა უნდა გასწიონ. ეს არის, ну, ესე იგი სამოქალაქო ეფექტი, ასე ვთქვათ, და პოლიტიკური ეფექტი, ასევე ეკონომიკური ეფექტი ცხადია, იმიტომ რომ ამ ობიექტების დაბომბვით ძალიან ბევრ მოქალაქეს პირდაპირ ზარალი ადგება. უამრავს ჰქონდა შეკვეთილი რაღაც ნივთი, ეს არის ონლაინ პლატფორმა, როგორც უკვე ვახსენე, სადაც რაღაცებს იწერენ და ნუ ეს ტვირთები უბრალოდ გაქრა, აღარ არსებობს, დაიწვა და დადნა, შესაბამისად მათ ამ ზარალს არავინ არ აუნაზღაურებს. ეს არის, ნუ, ეს ინდივიდუალურ ამბამდე რომ ჩავყვეთ, ესე გამოიყურება ეს ამბავი, რომ ვიღაცას რაღაც ქონდა შეკვეთილი და უბრალოდ ფიზიკურად დაზარალდა და თავად კომპანიის შემთხვევაში ხომ საერთოდ კოშმარი არის ერთმანეთის მიყოლებით, უკვე მესამე ძალიან მსხვილი საწყობი გაუნადგურდათ და მილიარდობით ზარალი ნახეს. ამას შევეხები ცოტა ხანში, ეს ახლო პერსპექტივიდან კიდევ ერთი კადრი ვნახოთ, რომ მოსაწყენი არ გახდეს მხოლოდ საუბარი, ეს ის ვიდეოა, რომელსაც არა მხოლოდ უნდა უსმინოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი მგზავრობის დროს რთავს უსმენს, ან ასე შემდეგ, ну, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა უყუროთ თან, იმიტომ რომ ძალიან კარგი სანახაობა გვაქვს ისტორიული ამბების მომსწრე ვართ. ნახოთ ახლა თანამშრომლები, ხო, ესაც მნიშვნელოვანი ამბავი არის. თანამშრომლები, ათასობით ადამიანი თითოეული ობიექტის შემთხვევაში ამ უზარმაზარ საწყობებში ხომ წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი ხალხი მუშაობს, იქ კურიერები, დისტრიბუცია, ასე და ასე შემდეგ. უამრავი ეს შიდა მუშახელი, რომელიც უბრალოდ უმუშევარ რჩება, მათ გაუშვებენ რაღაც დროებით უხელფასო შეებულებებში და რეალურად ეს საწყობები 2 დღეში და 3 დღეში ვერ აღდგება, ეს არის წლების განმავლობაში ნაშენები ბიზნესი ცხადია და უზარმაზარი დანაკარგია. უბრალოდ ახლა მოსკოვის შემთხვევაში მაგალითად ვნახავთ კადრებს, რომ იქიდან არაფერი აღარ დარჩა, სადაც იყო აი ეს უზარმაზარი ხანძარი. უბრალოდ არაფერი აღარ დარჩა და რომელ აღდგენაზეა საუბარი, უბრალოდ რაღაც ახალი უნდა შექმნან თუ იქნება საერთოდ ამის გარემო და შესაძლებლობა საერთოდ საბოლოოდ უარ მოუწევს ამ კომპანიებს გაკოტრება, იმიტომ რომ ნუ
წარმოუდგენელია ეს ჯერ კიდევ დასაწყისია რაღაცა ჩვენ ხედავთ რომ როდესაც უკრაინელები რაღაც ახალ კამპანიას იწყებენ ხოლმე ეს არ არის ერთჯერადი და ორჯერადი დარტყმები ეს გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევე როგორც გრძელდება შავ ზღვაზე და აზოვის ზღვაში იქ დარტყმები კომერციულ ხომალდებზე ამ ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სადაც უკვე თითქმის 200 უახლოვდებით მაგის სტატისტიკასაც ვნახავთ და ახალ კადრებს რომელსაც მადიარი და მისი დანაყოფი ავრცელებს მოკლედ მრავალმხრივი კომპლექსური არის ეს ეფექტი რომელსაც იღებენ რუსები ნუ ისინი ვინც ფიქრობდნენ რომ ომი მათ არ შეეხებოდათ ეს არის ზელენსკის პოსტი და ნუ როგორც წესი მას აქვს ხოლმე ძალიან მოკლე და მთავარი კადრებიდან აწყობილი კოლაჟი ძალიან ეფექტური გამოსახულება კიდევ ერთხელ ზელენსკი პოსტავს ასეთ ვიდეოს მადლობას უხდის მათ ვინც ასეთ ოპერაციებს გეგმავს და ახორციელებს მადლობას უხდის სიზუსტისთვის საქმე იმ ნაწილში სადაც დრაპატის დანიშვნაზე მექნება საუბარი შევეხები ზელენსკის განცხადებებსაც და ნუ დავალებებსაც ასე ვთქვათ პირველ დავალებებსაც რომელიც მან გასცა ახალი ხელმძღვანელობის მიმართ ეს რა თქმა უნდა მთავარ პრიორიტეტად ისევ მოიაზრებს შორ დისტანციაზე დარტყმებს და ახლო დისტანციაზე დარტყმებს ეს კადრი მე მგონი ნანახი არ მქონდა ძალიან ეფექტური არის ეს ვიდეოები გავხსენი მათ ნაწილს არ უყურებ ხოლმე თქვენთან ერთად უყურებ რომ უფრო ბუნებრივი გახდეს შემდეგ უკვე კომენტარების გაკეთებაც მე ვიცი რომ ასეთი თხრობა უფრო საინტერესო არის ყოველ შემთხვევაში მე როდესაც უყურებ ხოლმე მსგავს მიმოხილვებს ესეთი თხრობა უფრო სიამოვნებს და უფრო საინტერესო არის როდესაც შენთან ერთად განიხილავენ და კომენტარებენ შენთან ერთად გამოხატავენ რეაქციებს. ხო, აი ამ ბიჭის ვიდეოს კი მოусმინეს, იმეფე რო გითხრათ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვისმენ თქვენთან ერთად. ამბავი რა არის ეს? დიდი ალბათობით თავად არის დაზარალებული და ნუ კრასნოდარის აი ამ დიდი ობიექტის ну, დაფერფლის შედეგებზე საუბრობს. Я уже не могу сдерживать слезы. Только что 20 минут назад склад Краснодара БПЛА попал. Склад Краснодара горит теперь. Представьте себе, а там сколько наших товаров. Я уже, уже хочется, чтобы это СВО честно закончился. Там столько людей умирает, столько предпринимателей страдают. Сейчас нам нужно вот 6-й месяц полугодия отчеты по налогам сдавать. Я уже не знаю, что делать, понимаете. Я уже вот... Краснодарский склад. Вот просто представьте себе, 20 минут назад подписчик мне отправляет, что... Брат, говорит, извини, я не должен был отправлять. Говорит, пожалуйста, говорит, вот тебе видео. 20 минут назад, говорит, склад пропал в Алдерсе. Краснодарский. Я не знаю, как себя вести в этом ситуации. ხო, თქვენ როგორ გონიათ ახლა ამას ეს პირადად როა შეხებოდა, ჩაწერდა ვიდეოს და იტყოდა ოდესმე რომ ვაიმე შეწყვიტეთ ახლა ეს ომი რამდენი ხალხი იღუპება. არა. ძალიან მარტივი ლოგიკაა. აბსოლუტურად მესმის, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები და ძალიან მაგრად აკეთებენ ამას. სხვანაირად რუსს ვერ გააგებინებ, ვიდრე მის ჯიბეს არ შეეხება, ვიდრე მის კუჭს არ შეეხება, ვიდრე არ შეეშინდება და რაღაცა ცრემლებს არ წამოყრის, მანამდე მათ სულ ფეხებზე კიდიათ რა ხდება უკრაინაში, მათ შორის სულ ნაკლებად აინტერესებთ, კაი, ნუ რო აღარ გავყვე ახლა. ხო, არ აინტერესებთ მათ შორის თავისივე თანამემამულეები, რამდენი დაიხოცა იქ მილიონს რო გაცდა რუსეთის მოქალაქეების მსხვერპლი, ვინც ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გაიწვიეს. არავის არ ანაღლებს, ვიდრე მათ ჯიბეს არ შეეხება. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგია არის ეს ჩვენი ძვირფასი შორი მოქმედების სანქციები. კიდევ ერთი, я не знаю, мне кажется, это все. Многие сегодня проснутся банкротами, потому что склад Краснодара сгорел, он полыхает сейчас. У меня друзья из Краснодара, они говорят, что просто пиздец. И вообще это... Что делать из этого, непонятно. Но сам факт,
что... Не знаю, что делать. Я не знаю, мне кажется, это все. Мы... ხო, სხვათა შორის, ახლა ამაზე გამახსენა გუშინ ძალიან გავარდა ქართულ სოციალურ ქსელებში ის ვიდეო რა ვიღაცა რუსეთუმი ქართველი წერდა რაღაცა ვიდეოს, არ ვიცი, TikTok-ზე მე მგონი და რატომღაც გადაწყვიტა რომ მოსკოვში უნდა ვიღაცისთვის დაერეკა, თუ უნდა ჩაერთო, გეცოდინებათ ეგ ამბავი რა, ძალიან სასაცილო ამბავი იყო. და უცებ რომ მოელოდა იქიდან რომ იგივე ნარატივს შებერავდა ის ჯიგარიც ვისაც რთავდა ქართველი მოსკოველი ის იქიდან ეუბნება რომ ძალიან მაგრად გვირტყამენო აი ძალიან მაგრად ურტყამენო საშინელება ხდებაო და პუტინი უნდა წავიდესო საერთოდ ეგო ან უნდა მოშორდეს ან მოკვდეს ან რაღაცა მოუვიდეს რაღაცა უნდა შეიცვალოსო და ეს მერე იყო სასტიკად იმედგაცრუებული და არ იცოდა სახის მიმიკები როგორ გაესწორებინა სულ სხვა რამეს ელოდა და აბსოლუტურად სხვა რეალობა შეხვდა. ამით ის რესი თქმა მინდა, რატომ ვახსენე ხა ეს ამბავი საერთოდ პირველად ვნახე ეს ტიპი ან წარმოდგენა არ მაქვს ეგეთ ხალხს საერთოდ აუდიტორია როგორ ყავთ ან ვინ უსმენს, მაგრამ ნუ ოკეი. სასაცილო მდგომარეობაში არიან ის ქართველები, ვინც ახლა კიდევ რუსეთის ძლევამოსილებაზე საუბრობს. ანუ რუსეთის მოქალაქეები კიდე მესმის რა, ვიღაცებს თავისი ინტერესი რო აქვთ იქ. ანუ იქაური პროპაგანდისტები კიდე გავიგე. მაგრამ აი ეს უბადრუკი ვიღაცა პერსონები რო დგანან ახლა და რაღაცა რუსეთის ძლევამოსილების მითზე რო საუბრობ. რას ქვიო, ბიჭო, მოსკოვშიო, რანაირად არ არის ბენზინიო და ის ეუბნება რომ არ არის და ეს არიჯერებს მაინც და არჯერა. ნუ აბსოლუტური სიგიჟე არის და რაღაცა სხვა პლანეტა, არ ვიცი რა. ბიჭო ესენი თვითონ აღიარებენ რა დღეში არიან. აი ხედავთ ხო რა დღეში არიან და კიდევ გაჩვენებთ რუსეთის კარგი ცხოვრების შესახებ. ბოლომდე დარჩით ამ ვიდეოს ბოლოს ძალიან საინტერესო კადრები მაქვს თქვენთვის შემონახული. ხო და რა ვიცი, აი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით, რა ვიცი, ვინც მაგათ უსმენთ და ვინც მაგას აკეთებთ. ანუ ქართველი, ანუ ეგ კიდე ცოტა ჭკუიდან შლის, ანუ მაგ პერსპექტივიდან ვფიქრობ, რომ საერთოდ შენი მტერია ამას რო ვერ იაზრებ და მე ამას რო კიდე ფუთავ რომ რაღაცა არ ვიცი ხოტბა შეასხა საერთოდ რატო აკეთებს ეს ხალხი ამას ანუ ჩემ ტვინამდე საერთოდ ვერ დადის და მე ვერც ის ვერ დადის მაგ ხალხს როგორ უსმენთ ვიღაც რა ვიცი ვინც უსმენთ ნუ ჩემი აუდიტორია რომ არ უსმენს ზუსტად ვიცი მაგრამ ვიღაცების გასაგონად ვამბობ ვინც შემოიპარებიან ხოლმე იქ რაღაცა გული რომ მოიფხანონ და რაღაც კომენტარები დაწერონ, უკვე ეგაც არ არელევანტურია, არავის არ აინტერესებს მათი რაღაც შეურაცხყოფელი ფრაზები, რასაც წერენ ან აბსოლუტურ ბოდვაში არიან, აცდენილი რეალობას. აი რეალობა არის ესეთი. ნახეთ ახლა რა ხდება აქა. ძალიან ესეთი საინტერესო კადრია რა. გადასაღებადაც ესე ბევრ ოპერატორს შეშურდებოდა ისეთი კადრი არის ტიპი ლეპტოპში უყურებს რაღაც თავის საქონელს რაღაცა რომელიც გამოწერილი ქონდა რომელიც აღარასოდეს აღარ მივამასთან დაახლოებით ეგეთი ამბავი არის მოკლედ ზარალზე ლაპარაკობს ციფრებში აჩვენებს კადრს ლეპტოპის ეკრანზე და შემდეგ უცებ კადრი იცვლება და გადადის აი სად გადადის ნახავთ ახლა თქვენ თვითონ Сижу я охуеваю. Средняя капитализация на миллионов. Капитализация по продажам на 45 миллионов почти. И сижу и смотрю на вот этот клуб дыма. Склад Краснодар, который сгорел, и весь наш товар. Сижу и охуеваю. ანუ ესენი Средняя капитализация. ესენი მიხვდნენ და ხო, აქ ჯერ ვერ გაიგეს. მოკლედ. ხო, მოდი აღარ გავჩერდეთ დიდხანს ამ ამბავზე, ცოტა ესეთი ემოციური გასვლა მქონდა, მაგრამ დავბრუნდე ისევ ამბავზე აჯობებს. ხო, მაგრამ ნუ ძნელია რა, ეგეთ რაღაცებს ემოციების გარეშე შეხედო, ანუ ესეთი ტვინის გამორეცხვა, არ ვიცი. და ყველაზე სამწუხარო იცით რა არის, რომ რეალურ ინფორმაციას უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს სამწუხაროდ. და აი ესეთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე მიდრეკილი ხალხი ძირითადად ეგეთი კატეგორიაა რა, ვინც აი ამ კანალიზაციას უზის და მაგ საშინელებას უყურებს. ნუ არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ მათ უფრო ბევრი მსმენელი და მაყურებელი ყავთ, მაგრამ არა უშავს ამას ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ
საბოლოო შედეგები ამ ხალხამდეც მივა და ბოლოს დაიჯერებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის. მათ თავში ეს გადატრიალება უნდა მოხდეს, რომ რუსეთი არ არის ძლევამოსილი და შემდეგ იქნებ აქაც რაღაც შეიცვალოს პოლიტიკური დამოკიდებულებების თვალსაზრისით, როდესაც მაგას საქართველოს მოსახლეობის რაღაც კრიტიკული ნაწილი გაიაზრებს. არ ვიცი, მე მაგის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და ამისთვის ვაკეთებ მათ შორის იმას, რასაც ვაკეთებ. ხო, აი ეს არის უკვე ციფრები, ვისაც გიყვართ ესეთი შედეგების ციფრებში დანახვა, ასე ვთქვათ. რა ხდება აქ? ესე იგი 18 ივლისს განხორციელებული დარტყმის შედეგად მოსკოვში Wildberries აი ამ დიდ საწყობზე ზარალი უშუალოდ აი ამ ინფრასტრუქტურის განადგურების შედეგად შეადგენს 33 მილიარდ რუბლს დაახლოებითი მაჩვენებელი არის ეს და ეს ყველაფერი დოლარში რომ გადავაკონვერტიროთ გამოდის 420 მილიონი დოლარი. ეს მხოლოდ შენობა. და იქ ინფრასტრუქტურა. შემდეგ უკვე საქონელი, რომელიც ინახებოდა ამ საწყობში და რომელიც განადგურდა და უნდა მისულიყო დამკვეთამდე. ეს შეადგენს დაახლოებით 150 მილიარდ რუბლს მისი ღირებულება, რაც დოლარში რომ გადავიტანოთ არის 1.91 მილიარდი დოლარი. ანუ თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მარტო საქონელი დაიწვა. საერთო ჯამში ეს ყველაფერი აგერ დაჯამებული არის 183 მილიარდი რუბლი, დოლარში ეს ყველაფერი არის 2.33 მილიარდი დოლარი. ეს არის მოსკოვის შედეგი. და საბოლოოდ ახლა რომ დაემატება ის ობიექტები, რომელიც დღეს დაიწვა, მარტო ერთი დღის განმავლობაში 2, დიდი ალბათობით მინიმუმ გაორმაგდება ეს თანხა, თუ არ გასამაგდება. შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდ ეფექტზე საუბარი. ეს არ არის პატარა ამბავი. წარმოიდგინეთ დრონები, რომელიც დაახლოებით 10,000, 5,000 დოლარი ღირს, რომელიც ასე უჯდება უკრაინას ამ FP1, FP2 დრონების წარმოება, ანადგურებს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს და ობიექტებს. სამხედრო ეფექტზე უკვე ვისაუბრე და ეკონომიკაში ეს რას გამოიწვევს, ეს კიდე ცალკე ამბავია. წარმოიდგინეთ უზარმაზარი რაღაცა ქსელი, უზარმაზარი ეკოსისტემა და ეს ყველაფერი უბრალოდ ერთ დღეში გაქრა. რამდენი რამე არის ამ ყველაფერზე მიბმული, რამდენი ადამიანის შემოსავალი არის მიბმული, უბრალოდ ამის წარმოდგენის დროს ტვინი ვერ წვდება, რამხელა ზარალზე არის საუბარი. სადღაც ეს მუშაობს, სადღაც ის მუშაობს, რომ ნავთობი ვერ გააქვს, სადღაც ის მუშაობს, რომ უკვე აი ამ ფლოტზე შეტევების გამო ხორბალსაც ვეღარ გაიტანენ შავი ზღვიდან და აზოვის ზღვიდან, მოპარულს, რომელსაც პარავდნენ უკრაინელებს და კიდევ ბევრი ჩამონათვალია ხო ამ ყველაფერში. შესაბამისად ის სანქციებიც თავის როლს ასრულებს და კი პუტინი არიხებს უკან, პუტინი ამბობს რომ გააგრძელებს ამ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას, მაგრამ საზოგადოება შეიმჩნევს ამ ყველაფერს დიდი ალბათობით. მე ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ისინი ბრუნდებიან ეტაპობრივად 90-იანებში და ამას თავადვე ამბობენ. ეს ჩემი მოგონილი არ არის ამ შემთხვევაში და შემთხვევით არ გამხსენებია 90-იანი წლები. ახლა Wildberries დიდი ობიექტების ჩამონათვალი გვაქვს ამ შემთხვევაში 20 ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, ნაჩვენები არის აი ამ საინფორმაციო გრაფიკაზე, შესაბამისი მოცულობები და დასახელებები და ასევე ლოკაციები, სად მდებარეობს ეს ყველაფერი. საუბარი ამ შემთხვევაში დღეისათვის არსებული ფაქტები, რაც არის იმაზე, რომ 3 მათგანი, მათ შორის ის კრასნოდარის და სტავროპოლის, რომელიც დღეს ვნახეთ და ეს მესამე, რომელიც მოსკოვის ოლქში დაიწვა, არის სრულად განადგურებული. კიდევ 3-ზე იყო ნაწილობრივ დაზიანება, უпростоრად 2-ზე, აი აქ გვაქვს ნაჩვენები, ეს კოლოდინო, ეს მოსკოვის ოლქი და კოტოვსკი ესეთი, ეს არის ტამბოვის ოლქი. აი ამ 2-ის შემთხვევაში იყო ნაწილობრივი ზიანი. კარგად ვერ მოუკიდეს ერთი სიტყვით, მაგრამ საქმე და ახლა მთავარი კითხვის ნიშანი არის იმაში, რომ აი ამას როდესაც ჩვენ ვუყურებთ, ხომ, 20 დიდი მხოლოდ Wildberries უზარმაზარი საწყობი. ეს ცხადია, რომ ყველას კარგად მოეხსენება უკრაინის შეერაღებულ ძალებში, სად არის, როგორ არის და როგორც მადიარი იტყვის ხოლმე, დანარჩენი უბრალოდ
დროის საკითხი არის. და რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელი, ვინც ამა თუ იმ ობიექტზე არის დასაქმებული, აი აქ Wildberries ობიექტებზე ახლა არის დიდი შიშის ქვეშ და ყველა ასე ვთქვათ, დამკვეთიც და აი ამ ბიზნესში ჩართული პირი. რა თქმა უნდა, ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ხვალ მათ ესტუმრონ უკრაინული დრონები და დარწმუნებული ვარ იმასაც იაზრებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უბრალოდ არ არსებობს იმისთვის, რომ ისინი ვინმე და მათი ქონება და მათი ინტერესი დაიცვას და ამას პუტინი უბრალოდ ვერ გააკეთებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ამბავი, რომ მოსკოვის ოლქში დაიბომბა პირველ რიგში და ეს იყო მთავარი იმიჯის თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით დარტყმა. აი აქ არის რუკაც, სადაც არის კონკრეტულად Wildberries ობიექტები განლაგებული. წითელი მონიშნით აღნიშნული არის ეს 1, 2, 3 ობიექტი, რომელიც უკვე განადგურდა, ყვითელი მონიშნით არის ეს 1 და მეორე სად არის? მეორეს ვერ პოულობ. კაი, თქვენ თვითონ იპოვით, იმედი მაქვს. ხო, ესენი რომელიც ნაწილობრივ დაზიანდა და ეს მწვანე მონიშნები რაც გვაქვს, ეს ყველა, ასე ვთქვათ, ყველაფერი ჯერ კიდევ მათ წინ აქვთ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ახლა მივედით ფლოტი, რამდენჯერმე ვახსენე, მოკლედ გავიაროთ, შემდეგ თემაზე გადავიდეთ, ესე ვთქვათ, ოპერაცია მოლოჩკას შედეგები. +13 გვაქვს, გასული 48 საათის განმავლობაში 21-22 ივლისის სტატისტიკას წარმოგვიდგენს აქ მაგიარის ჩიტები, 414 ბრიგადა. ესე იგი, 1 ტანკერი, ნავთობის გადამზიდი, 10 მშრალი ტვირთის გადამტანი გემი, 2 საბუქსირე ხომალდი. მთლიანობაში 6 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით. ერთ შეხედვით ცოტა დროა, ხო? ოპერაცია მოლოჩკას ფარგლებში 196 ხომალდი არის უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებული შავ ზღვაში და აზოვის ზღვაში და ისინი ვეღარ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას. აქედან 126 გვაქვს აზოვის ზღვაში, ჯერჯერობით 70-ია შავ ზღვაში, თუმცა ეს რაოდენობა ეჭვი არ მეპარება, რომ გაიზრდება. 200 მიუკაკუნეთ, მოკლედ მოლოჩკას ფარგლებში გვაქვს 196 განადგურებული ხომალდი, როგორც უკვე ვთქვით. მოდით ახლა სწრაფად გადავხედოთ ამ კადრებსაც. მუსიკას გავთიშავ თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ საავტორო უფლებებზე ალბათ პრობლემა შეიქმნება და დაგვიბლოკავენ ვიდეოს. ხო, ეს კადრები ყველა შემთხვევაში ერთმანეთს უკვე ძალიან გავს, მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ყვითელი მონიშნა ამ შემთხვევაში გულის ფორმით, აქ ჩანს უკრაინელების სარკაზმი, ხან ცისფერი გული არის, ხან წითელი, მოკლედ ასე ერთხელ უკვე ვთქვი, სიყვარულით ეჯახებიან ხოლმე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს და სპობენ მათ შესაძლებლობას, აქაც და მე მგონი დაბრუნდება ეს დრონი. კიდე საინტერესოა თუ იქნება ბოლომდე მისვლის. აი ნახეთ, კი, ნახე როგორ მოუხვია, როგორ ესე იგი ერთ მომენტში აცდა და ეს ძალიან საინტერესო ამბავია, როგორ მართავენ, ხო? ბოლო მომენტამდე ეს არ არის რაღაც დაპროგრამებული დრონი, რომელსაც კოორდინატი მოუნიშნეს და წავიდა, არა, ბოლო მომენტამდე მართავენ ამ დრონებს და უზუსტეს დარტყმებს განაპირობებს ეს ყველაფერი. აქ ისევ კარგი იქნება იმის ხაზგასმა, რომ შეუფერხებლად ხდება ეს ყველაფერი, მათ ვერავინ და ვერაფერი ვერ უშლის ხელს ძირითად შემთხვევაში უპრობლემოდ ანადგურებენ მადიარის ბლოკნოტში მონიშნულ სამიზნეებს. ეს არის და ეს. ხო, კატასტროფულ მდგომარეობაში აგდებს ცხადია ეს ყველაფერი რუსეთის ნავთობ ექსპორტს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნული უკვე აჩვენა რუსეთის ნავთობ პროდუქტების ექსპორტმა. ხო, საინტერესო ამბავი წავიკითხე, გუშინ სხვათა შორის აი ამ ფონზე, რომ ნავთობს სერიოზული პრობლემები აქვს და შემოსავლებს ამ მხრივ პუტინი ახლა ოქროს მარაგებს ყიდის თურმე. ტონობით ოქრო გაიყიდა, რუსული ოქრო მიმდინარე წლის განმავლობაში, ტონობით. ხო, სხვათა შორის ამას წინათ კიდევ ერთი ამბავი შემოხვდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში რუსეთის
პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომ აი ამ ნავთობ ობიექტებზე დარტყმების პარალელურად სხვა ტიპის წარმოება უფრო მეტად გაააქტიუროს და სწორედ აქ ფერადი ლითონების მოპოვებაზე იყო მაშინ საუბარი. ეს თუ არ ვცდები 6-7 თვის წინ წაკითხულ სტატიაზე მაქვს ახლა მე საუბარი, მაშინ იყო ამაზე, აი ამ ტენდენციაზე საუბარი. ეხლა უკვე წლის შუაში გამოჩნდა ეს ამბავი, ერთის მხრივ ისინი აქცენტს აკეთებენ წარმოებაზე, მოპოვებაზე, მათ შორის რაღაც ძალიან ის უკიდურეს რეგიონებში, ბაშკირეთში და ასე შემდეგ მოიპოვებენ მოკლედ ამ წიაღისეულს, სხვა ტიპის წიაღისეულზეც იყო საუბარი, იმისთვის რომ რაღაცნაირად გადააწყონ ეს ეკონომიკა და ეს საინტერესო ამბავი იყო მოკლედ, რომ ოქროს ყიდიან თურმე გიჟებივით და ცდილობენ რომ რაღაცნაირად დანაკარგები შეავსონ. მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ნავთობის სექტორი რამემ დააბალანსოს ახლა, ვინც მეტნაკლებად ფლობთ ინფორმაციას, რაზე დგას რუსეთის ეკონომიკა და ეს ძალიან მარტივია ამ ინფორმაციის მოპოვება, უბრალოდ რაღაც ChatGPT-ს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა. რამდენ შეადგენს რუსეთის ეკონომიკაში ენერგო ექსპორტის წილი? და ყველაფერი ძალიან მარტივად დაალაგდება. შემდეგ ციფრებში ყველაფერს დაგითვლით, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტით. ძალიან დიდი წილი არის აქ და ეს ყველაფერი ადვილად ვერ დაბალანსდება და ვერ ჩანაცვლდება, რაც არ უნდა ოქროს მარაგები გაყიდონ, მოკლედ. შემდეგ თემაზე გადავიდეთ და აი ეს ძალიან მაგარი კაცი, როგორც დავაანონსე, ვისაუბრებ მიხაილო დრაპატის შესახებ. ის არის ძალიან ცნობილი სამხედრო პირი, რომელსაც ჩააბარეს ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად უკრაინის არმია. სირსკის წინააღმდეგ გამართული პროტესტების შემდეგ, მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, რომელმაც ღიად თქვა, რომ მთელი ამბავი იყო დაპირისპირება სირსკისთან, რომ იყო ერთგვარი საბოტაჟი ამ მხრივ და რომ გარკვეულ კორუფციულ საქმეებზეც იყო იქ კითხვის ნიშნები. ფედოროვი ებრძოდა ღიად კორუფციას, ღიად უპირისპირდებოდა იმ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობდა შერჩევით კონტრაქტების გაფორმებას გარკვეულ კომპანიებთან, დრონების თუ სხვა შეიარაღების შესყიდვის ნაწილში. ეს ყველაფერი მან გააჩერა, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა ამის გაჩერებას და სხვანაირი მეთოდებით დაიწყო უკვე იქ კომპანიების შერჩევა. აი ამ ყველაფერს მოყვა საბოტაჟი, როგორც ფედოროვის გუნდის წევრები ხსნიდნენ და ყველაფერი მიდიოდა სირსკიმდე, რომელსაც განიხილავდნენ ყოველ შემთხვევაში მის მიმართ პირდაპირ ბრალდებები არ ყოფილა, რომ ეს კაცი კორუმპირებულია, მაგრამ განიხილავდნენ სწორედ მთავარ ბარიერად და დარტყმის ქვეშ ცხადია მოექცა სირსკი, სხვა საკითხია იქ ვის ინტერესები იყო და საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ძალიან დიდი სისტემური ხარვეზი, ბევრი ადამიანის ინტერესი იკვეთებოდეს აქ. მოკლედ, ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ხალხმა იგრძნო ეს პრობლემა, იგრძნო ის, რომ იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეინარჩუნოს ეს მომენტი, რომელიც აქვს და განაგრძოს ტექნოლოგიური განვითარება ერთის მხრივ, განაგრძოს ეფექტური დარტყმები უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით შორ დისტანციაზე, საშუალო დისტანციაზე თუ ასე შემდეგ, რომ ჯანსაღი პროცესი შენარჩუნდეს, ამისთვის საჭირო არის, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდნენ ამ ამბავს. პროტესტმა შედეგი გამოიღო, ზელენსკის მოუწია გადაწყვეტილებების მიღება და ოფიციალურად განაცხადა სწორედ გუშინ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დაენიშნა სირსკის ნაცვლად აი ეს კაცი მოკლედ. მიხაილო დრაპატი. აქ რამდენიმე ვიდეო მაქვს თქვენთვის იმის შესახებ, რომ წარმოდგენა შეგვექმნას თუ ვისევ საუბრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა თქვენგანმა იცით ეს კაცი ვინ არის, მაგრამ ვინც არ იცით, ეს ერთი ამბავი თუნდაც რომელიც 2014 წელს 9 მაის მარიუპოლის ტერიტორიაზე მოხდა, ბევრ რამეს იტყობინება ამ კაცის ღირებულების შესახებ, ასე ვთქვათ, და მისი ფასის შესახებ, მისი რეპუტაციის შესახებ. მოკლედ 2014 წლის 9 მაისს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები თუ საზოგადოებრივი სეპარატისტული ჯგუფები აწყობდნენ ქალაქის ბლოკირებას, იყო იქ განლაგებული ბარიკადები და აი ამ დროს
ორმა BMP-მ გაარღვია ეს ბარიკადები და ერთ-ერთი უბრალოდ აი პირველი აი ამ ჯავშან ტრანსპორტიორის მეთაური იყო სწორედ დრაპატი. აი ამ კადრებს ნახავთ ახლა როგორ გახდა BMP ფრინავი 2014 წელს. ნახოთ აი ამ პირველი ეკიპაჟის მეთაური იყო სწორედ მიხაილ დრაპატი. სწორედ აი ამ კადრების ვირუსულად შემდეგ გავრცელების შემდეგ ეს ახალგაზრდა სამხედრო მაშინ იყო 32 წლის დაახლოებით როგორც მე მახსოვს ძალიან ახალგაზრდა მაიორი რომელმაც გაარღვია ესე პრორუსების ბარიკადები და იქცა წინააღმდეგობის სიმბოლოდ ცხადია. რთულია ემოციების გარეშე უყუროთ ამ კადრებს და შემდეგ უკვე რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ ის ინტერვიუში აი ამ ინტერვიუს მონაკვეთს მოგასმენინებთ ახლა იხსენებდა რა მოხდა აი ამ მომენტში როდესაც მათ ეს ბარიკადები გაარღვიეს რომ მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა კითხვა დაუსვა თუ რა უნდა გაეკეთებინათ და პასუხსახა თქვენ თვითონ მოისმენთ საოცარი Товарищ майор, подивіться, там барикади, що робить? Я кажу, Діма, газу. Гази, Діма, ასე დაუძახა მოკლედ და стала літаючою. Вона згоріла на початку серпня під час нанесення вогневого ураження. Теж з території Російської Федерації згоріла на Луганщині. Товарищ майор, подивіться, там барикади, що робить? Я кажу, Діма, газу. Браво. ძალიან მაგარი კაცი არის დრაპატი მოკლედ. БМП-2К стал. ხო, ეს კადრები ისტორიაა უკვე. ძალიან ბევრ ამის განასახი აქვს. შემდეგ მას ჰქონდა ძალიან წარმატებული სვლა, სამხედრო კარიერა, ძალიან ბევრ კრიტიკულ მნიშვნელობის მქონე ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. დაწინაურდა კიდევაც, თუმცა იყო ერთი მძიმე მომენტი, აი ამ ომის მიმდინარეობის განმავლობაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის იყო საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ზუსტად აღარ მახსოვს რა თანამდებობა იყო და ამ დროს მოხდა ესეთი ძალიან მძიმე შემთხვევა, რომ სწავლების დროს პოლიგონი დაბომბეს რუსებმა და იქ დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ალბათობით ახალწეულები, რომლებსაც ამზადებდნენ ამ ომში ჩასართავად უკრაინელები და აი ამ ფონზე მან აიღო პასუხისმგებლობა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა და რაღაც პერიოდის განმავლობაში ასე დაქვეითდა თავისივე გადაწყვეტილებით, რაც მიანიშნებს ასევე იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლობით უყურებს ის პირადი შემადგენლობის მიმართ არსებულ მის პირად ვალდებულებებს და ესაც მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა უმძიმესი გადასატანი მისთვის, ეს პიროვნული რაღაცა ადამიანური კუთხით რომ შევხედოთ შენი პასუხისმგებლობის ზონაში ასეთი რამე როდესაც ხდება, კი გასაგებია რომ ეს იყო მტრით შეტევა, მაგრამ არსებობს რაღაცა უსაფრთხოების ომები და ასე შემდეგ, მოკლედ პასუხისმგებლობა ცხადია ნაწილდება ამ შემთხვევაში მეთაურობაზეც და მან ეს პასუხისმგებლობა აიღო. შემდეგ, დარჩა ისევ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, განაგრძო ცხადია საკუთარი კარიერა და მოვედით დღევანდელ დღემდე მიხაილ დრაპატი ერთ-ერთი მოკლედ ყველაზე ავტორიტეტული სამხედრო პირი. 44 წლის გამოდის დრაპატი, ხო? 1982 წელს არის დაბადებული. დღეს უკვე ამ კაცს ჩააბარეს მთლიანად უკრაინის არმია და ძალიან ბევრი ამყარებს იმედებს მასზე. ძალიან კარგი გამოხმაურება არის ამ ეტაპზე, უშუალოდ მისი პერსონის მიმართ, აი ამ გადაწყვეტილების მიმართ და ყველა იმედით ელოდება, რომ იქნება გაცილებით უფრო ეფექტური მის ხელში შეიარაღებული ძალები, ვიდრე ეს იყო სირსკის შემთხვევაში. თავის მხრივ ახლა სირსკის დამსახურებების ჩამოწერაც არ შეიძლება, მაგაცმა თავისი გასაკეთებელი როგორც სამხედრო ბევრი გააკეთა.
ეს ეხებოდა სხვადასხვა ოპერაციებს, დიდ ოპერაციებს, იგივე კიევის დაცვის ოპერაციას, ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევას, ახსენებენ ხოლმე ძალიან ხშირად ასევე კურსკის ოპერაციას და უშუალოდ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის გადატანას. აი ამ დამსახურებებს სხვათა შორის მან თავის ერთ-ერთ ბოლო პოსტში თავად გაუსვა ხაზი და პრინციპში გასაგები იყო მისი სათქმელი, რომ რაღაცა ჩემთვის ეგრე აღიქმებოდა სირსკის ეგ პოსტები, რომ გასაგებია პროტესტი გავიგეთ, მაგრამ არა, ჩამომწერთ ბოლომდე და დამიკარგავთ ყველაფერს, რაც მე გავაკეთე. დაახლოებით ჩემთვის ეგ ქვეტექსტი იყო, როდესაც მან თავისივე პოსტში საკუთარ აი მიღწევებს გაუსვა ხაზი. ხო, ასევე თქვა, რომ რჩება და განაგრძობს მუშაობას. თავის მხრივ ზელენსკიმაც მოახერხა ის, რომ რაღაცნაირად ესე დაალაგა ეს ამბავი, შეხვდა ახალ ხელმძღვანელობასაც, შეხვდა ძველ ხელმძღვანელობასაც, დადო მასთან ერთად ფოტოები, მოდი ვნახავ დამეზარება, აი აქ არის ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, აქ არის აი ამ ფოტოზე სირსკისთან ერთად. შემდეგი ფოტო გვაქვს გვერდით ერთ მხარეს უდგანან სირსკი და მეორე მხარეს უკვე დრაპატი სხვა სამხედრო პირებთან ერთად, მათ შორის ხმარას ხედავთ აქ, რომელიც ამჟამად არის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ჯერ ის არ დაუმტკიცებიათ საბოლოოდ, ახლა მთავარი პოლიტიკური კითხვის ნიშანი და ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ რა მოხდება თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში. გენშტაბის უფროსის ცვლილება გასაგებია, ეს ძალიან მოიწონეს, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც პროტესტში იყო ჩართული, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც მიხაილ ფედოროვის გუნდში არის და თქვეს, რომ ეს არის საზოგადოების აქტიურობის შედეგი, ეს არის დემოკრატიული პროცესის შედეგი, ის რომ საზოგადოების ნება გავლენას ახდენს უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა უნდა ვთქვა, რომ პროტესტი ჯერჯერობით უკრაინაში შეწყვეტილი არ არის. ყოველ შემთხვევაში დღეს მე ვეცნობოდი ანონსებს, რომ ხალხს მოუწოდებდნენ კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ, დღეს ხვალ მომდევნო დღეებში იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ ზელენსკის და პარლამენტს, ვინც უნდა დაამტკიცოს მინისტრის კანდიდატურა, ასე ვთქვათ, ისინი კვლავ ითხოვენ, მოკლედ, ვინც პროტესტშია ჩართული, რომ ფედოროვი დაუბრუნდეს თავის ადგილს. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ფაქტია, ამ კაცს და ნახოთ რა იქნება. იქნება თუ არა კიდევ ერთი კომპრომისი, თუ აი ამ ყველაფრით შემოიფარგლება ამბავი, რაც ახლა გვაქვს. ფაქტი ერთია, რომ ფედოროვი ამბობდა ასეთ რამეს. მე მინდა რომ განვახორციელო რეფორმები და ამ რეფორმებს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, რეფორმები ეხებოდა კორუფციისკენ წინააღმდეგ ბრძოლას, თანხების დაზოგვას, ტექნოლოგიების დანერგვას და ასე შემდეგ და ამ ყველაფერში ბარიერი არის ეს კაცი სირსკი, ხო? და მისი, ასე ვთქვათ, გარემოცვა. ახლა საკითხი ასე დგას, ვინ განახორციელებს ამ რეფორმებს? ფედოროვის შემცვლელი ვინ არის? რამდენად კომპეტენტური იქნება ის ამ პოზიციაზე და რამდენად აუწყობს ფეხს კურსს, რომელიც დასახული იყო. მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებული სამხედრო არის ხმარა ამ შემთხვევაში, ხო? ასე წინაზეც ვამბობდი, გამოითქვა ასეთი მოსაზრებები, რომ კი, მაგარი კაცია, ეროვნული გმირია, ცოცხალი ლეგენდაა, უმაგრესი სამხედროა, მაგრამ დაანებეთ თავი იყოს იქ, სადაც არის, იქ აკეთებს თავის საქმეს 100%-ით. რა უნდა სამოქალაქო პოლიტიკურ თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხო? ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილებაც რაღაცა ფორსირებულად იქნა ზელენსკის მხრიდან მიღებული და მის გარშემო იმ გუნდის მიერ, ვინც ამ კონსულტაციებში იყო ჩართული, თავდაპირველად ისინი განიხილავდნენ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ამ თანამდებობაზე დანიშნას, შემდეგ ეს ვერსია შეცვალეს და საბოლოოდ ხმარას დაუჭირეს მხარი, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, თუმცა ესაც ცხადია, რომ ერთ დღეში, როდესაც ორი სხვადასხვა კანდიდატის შესახებ გამოდის ინფორმაცია, ეს არ არის რაღაც ბუნებრივი და კარგად ნაფიქრი პროცესი. ამიტომ ახლა ჯერ კიდევ არის დრო აი ამ გადაწყვეტილებების ხელახლა განხილვისთვის. მინიმუმ იმიტომ არის დრო, რომ ძალიან ესეთი კომიკური ამბავი არის, აქ სხვათა შორის უკრაინელი პარლამენტარები შეებულებაში ყოფილან გასული. ომია გაქანებული, კიდე ცალკე ამბავია, რა დროს შეებულება არის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არის ესეთი მოცემულობა. ევგენი ხმარა არის
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც აი აქ ფოტოზე მარცხნივ ხედავთ, სადაც კურსორი მაქვს მიტანილი, ხოლო მიხაილო დრაპატი უკვე ოფიციალურად შეუდგა მოვალდებულებების შესრულებას ის უხელმძღვანელებს დღეიდან უკრაინის არმიას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ცვლილება მოიტანს შედეგებს პირველ რიგში ფრონტის ხაზზე, უკრაინის თავდაცვის თვალსაზრისით ბევრი სხვადასხვა კომპონენტი არის, მას უამრავი მისია აქვს შესასრულებელი, ერთის მხრივ ეს არის მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალის შემცირება, პირიქით კონტრშეტევითი ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე მათ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა იმუშაონ იმაზე, რომ უფრო და უფრო დაიხვეწოს ტექნოლოგიები, უფრო და უფრო ეფექტურად მოხდეს მიწოდება ახალი ტექნოლოგიების სამხედროებისთვის და ბრძოლის ველზე მათი გამოყენება, ასევე კოორდინაციაში უნდა იყვნენ მთელი ეს უსაფრთხოების სამსახურები და უკრაინის არმია იმ კუთხით, რომ არ შეჩერდეს და პირიქით გაიზარდოს ტემპი იმ ოპერაციების ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ და მათ შორის დღევანდელი ამ ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი თემა არის, ხო? დარტყმები შორ თუ ახლო დისტანციაზე. მოკლედ, წარმატებები უსურვოთ დრაპატის უმაგრეს სამხედროს და გავაგრძელოთ ახლა ფრონტის ხაზზე არსებული სურათის მიმოხილვა, რაც ასევე დავაანონსე. აი აქ არის ევრომაიდან პრესის ანალიტიკური სტატია, რამდენიმე დღის წინანდელი, რომელიც ასე ვთქვათ, ცუდ ამბებზე წყვება უკრაინის არმიისთვის და კარგ ამბებზე წყვება. აქ ცალსახად არის აღნიშნული, რომ უშუალოდ სამხრეთის მიმართულებაზე საქმე ძალიან კარგად მიდის, უკრაინელები უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ათავისუფლებენ და ინიციატივა ცალსახად ზაპოროჟიეს დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე უკრაინის ხელშია. აქ უკვე არსად აღარ ჩანს, თითქმის არსად აღარ ჩანს რუსების წინსვლა და მხოლოდ დროის საკითხი არის მათ ლოჯისტიკაზე დარტყმების გათვალისწინებით, როდის მოუწევთ მათ უფრო დიდი ტემპით უკან დახევა და როდის დაიწყება უფრო მსხვილი კონტრშეტევითი ოპერაციები უკრაინელების მხრიდან. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს და აი აქ ამაზე არის სწორედ საუბარი, ეს ეხება სლავიანსკის მიმართულებას, ეხება ლიმანის მიმართულებას. აი აქ ამ ანალიტიკურ სტატიაში აღნიშნული არის, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მოწინააღმდეგის წინსვლა ერთის მხრივ შეჩერდა, ანუ ის ტემპი არ აქვს რუსეთის საოკუპაციო არმიას, რაც მათ გათვლილი და დაგეგმილი ჰქონდათ და რამხელა ენერგია და რესურსებიც ამ მიმართულებით გადაისროლეს, მაგრამ მაინც არის გარკვეულწილად მათი წინსვლა მაინც ფიქსირდება. აქ აღნიშნული არის და მოყვანილი არის მათ შორის აი კლიმენტ მოლინი, არის ესეთი ფრანგი ოსინთერი, ანუ ღია წყაროების ანალიტიკოსი, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს პროცესი აი ამ მიმართულებით აღმოსავლეთით, აი სლავიანსკის ზუსტად აღმოსავლეთით ტერიტორიებზე, აი ამ ხაზზე, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ შეჩერდეს და დაიბლოკოს რუსების ლოჯისტიკა, მაგრამ ეს საშუალო დისტანციაზე დარტყმები, რომელსაც ახლა ვხედავთ, არ არის საკმარისი, ანუ უფრო მეტი არის საჭირო. ამას გარკვეული გარემოებები განაპირობებს. სამხრეთის ფრონტზე არის უფრო ესეთი დამოკიდებულია რუსეთის არმიის მომარაგება მსხვილ მაგისტრალებზე, რომელსაც ეფექტურად აკონტროლებენ უკრაინელები ამ საშუალო დისტანციებზე მოქმედი დრონებით, თუმცა აი აქ აღმოსავლეთით აქ აღნიშნული არის ის, რომ არის ძალიან ბევრი, აი აქ არის კლიმენტ მოლინის მთლიანი პოსტი პრინციპში. აქ არის რთული მოცემულობა, არის ბევრი შიდა გზა, რომელსაც იყენებენ რუსები და მაინც ასე თუ ისე ახერხებენ ოპერაციის გაგრძელებას, ასე ვთქვათ, მომარაგებას ფრონტის ხაზზე. ანუ კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ მარტივად. მათი შეტევის ტემპი რუსების აღმოსავლეთით არის შემცირებული, მაგრამ არ არის საკმარისი დარტყმები, რომელიც მათზე ხორციელდება და უფრო მეტია როგორც ჩანს საჭირო. აი აქ არის რუკაზე ეს ამბავი აღწერილი სწორედ, ეს არის მათი შეტევითი მიმართულებები და აქ ბექგრაუნდზე გამოყენებული არის ამ შემთხვევაში გამოსახულება Deep State-ის რუკის. ეხლა მე გადავალ Deep State-ის რუკაზე. ეს კონსტანტინი მკამაკ აქ გადიდებული და მოდი გადავინაცვლოთ იმ ზონაში, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობდი. აი, აქ არის სლავიანსკი, ერთი წუთი ჩაიტვირთოს ეს გამოსახულება.
და გავყვეთ ნუ აქ Deep State-ის რუკას ეგ აქვს ცოტა დაგვიანებით ასახავენ ხოლმე შედეგებს, მაგრამ კარგი სტრუქტურა აქვს, შეგვიძლია რომ გადავიდეთ დროში უკან და ამ კალენდარზე მე ახლა ამას გავაკეთებ აუცილებლად და ნახავთ მაგალითად ამ თვის განმავლობაში, ანუ ივლისის დასაწყისიდან დღემდე რა წინსვლა აჩვენა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უშუალოდ ამ მიმართულებით. აი დავაკვირდეთ ახლა აქ. აი აქ არის სლავიანსკი, როგორც ხედავთ, აქ არის ლიმანი და ნახოთ ახლა აი ამ ზონაში მთლიანად კრამატორსკი, სლავიანსკი, ლიმანი. აი აქ არის ნაცრისფერი ზონები, აქ არის წითელი მონიშნები, სადაც უკვე დაკავებული აქვთ ტერიტორია რუსებს, დანარჩენი არის ნაცრისფერი ზონა. ეს არის 21 ივლისის განახლება, ხედავთ ხო? ახლა მე გადავალ თანდათან უკან და ვნახოთ რა ხდებოდა გასული 3 კვირის განმავლობაში. 19 რიცხვი 19-დან 20 რიცხვისთვის აი ესე შეიცვალა აქ სურათი, გაფართოვდა ნაცრისფერი ზონა, გაიზარდა წითელი მონიშნები, ხო? წავიდეთ ახლა უკან. ხედავთ ხო, ყოველდღიურად თითქმის აქ იცვლება სურათი. ჩავედით ივნისის ბოლოს. ივნისის ბოლოს, აი 29.06. ივნისის ბოლოს ასეთი მოცემულობა იყო. აი ასეთი, როგორც ხედავთ. ახლა ისე უკან დავბრუნდები სწრაფად უფრო შედარებით და 21 ივლისისთვის აი ესე განვითარდა აქ მოვლენები. გასაგებია ხო, რომ ეხა აქ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებული მიღწევა აქვს რუსეთის საოკუპაციო არმიას და აი და ხვალ ისინი სლავიანსკის გარეუბნებს მიადგებიან ან კრამატორსკის გარეუბნებს მიადგებიან ან ლიმანს დაიკავებენ. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია რომ აჩვენებენ წინსვლას. ნუ ასეთი არის მოცემულობა, მე უბრალოდ ხსნი რა არის სურათი, რა შეიცვალა, რა იცვლება და ასევე გიყვებით იმის შესახებ თუ რას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად აი ღია წყაროებზე დაყრდნობით აწარმოებენ დაკვირვებას და ქმნიან სურათს და შესაბამისად მათ უფრო მეტი წარმოდგენა აქვთ ტენდენციაზე რა და როგორ შეიძლება განვითარდეს მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ხო? მოკლედ ეს არის რაც არის ამ მიმართულებაზე წინსვლა ფიქსირდება, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მთავარი კითხვის ნიშანი არის ის, რას იზავენ ახლო მომავალში უკრაინელები აი ამ ლოჯისტიკის ხაზების შეფერხების თვალსაზრისით. რამდენად, თქვათ, ეყოფათ ამის რესურსი, რამდენად მოქნილი იქნება მათი გადაწყვეტილებები. ახალი გენშტაბის უფროსი ყავს, არმიის ახალი ხელმძღვანელი უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, როგორც თქვი და აბა ვნახოთ, რას იზავს სამიმართულებაზე დრაპატი ამ შემთხვევაში სირსკისგან რა სხვაობები გვექნება. ნუ ერთის რა მცხადია, რომ დიდი მოლოდინები რუსეთის არმიის მიმართ არ არის წინსვლის თვალსაზრისით, რაც არ უნდა იყოს წლის ბოლომდე, სულაც ეს ტემპი რომ შეინარჩუნონ ამ წინსვლის წლის ბოლომდე არ არის ეგეთი ვარაუდი, რომ ისინი ახლა კრამატორსკს, სლავიანსკს მიადგებიან ან თუნდაც ლიმანს აიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ეგეთი პროგნოზები კეთდებოდა, რომ ლიმანი ალბათ ამ წლის განმავლობაში მოექცეოდა რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ამბავი არ შედგა. აქ ნაწილობრივ ცხადია მუშაობს სწორედ ის პროცესი, რაზეც ვსაუბრობთ. ლოჯისტიკის პრობლემები ანელებს შეტევის ტემპს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეც გაგრძელდება ეს ამბავი, თუმცა არ გამოვა იმის არ შემჩნევაც, რაც ფაქტია, რუსები ამ მიმართულებით მეტნაკლებად წინ მიიწევენ. თუმცა მთავარი ის გაპიარებული ამბავი და პოლიტიკურად ცხელი და სამხედრო თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი არის კონსტანტინივკა, აი ეს ქალაქი, რომელიც მთლიანად როგორც ხედავთ, Deep State-ის რუკაზე ნაცრისფრად არის მონიშნული, ხო? ნუ შედარებით ცოტა განსხვავებული სურათი მე მინახავს სხვა ანალიტიკურ რუკებზეც, თუმცა არა დრამატულად განსხვავებული, მათ შორის ევროპული და ამერიკული წყაროების მიერ გავრცელებულ რუკებზე. ანუ
აქ სხვაობები არის მხოლოდ იმაში, რომ შედარებით მეტი შესაძლოა იყოს წითელი ზონა, თუმცა არც ერთ რუკაზე, გარდა იმისა, რასაც გერასიმოვი უხაზავს პუტინს და შემდეგ ის ყვება საჯაროდ ღია ეთერებში, რომ თითქოს კონსტანტინივკას რუსეთის არმია ადასტურებს, ასეთი მსგავსი არც ერთი წყაროს მიერ არ არის დადასტურებული. ყველა ამბობს, რომ აქ არის მთლიანად ნაცრისფერი ზონა, თითქმის მთელი ქალაქი არის საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ფიქსირდება რუსული ჯგუფების ინფილტრაცია, შეჟონა, ეს ტემპი თანდათან უფრო მატულობს, სულ უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედრო შეჟონა ხდება კონსტანტინივკას ტერიტორიაზე, მაგრამ იქ კვლავ რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალები, კვლავ მიმდინარეობს ბრძოლები და ადვილად ამას არავინ არ დათმობს. ესეთი მოცემულობა გვაქვს კონსტანტინივკას შემთხვევაში. აქ ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა რა თქმა უნდა, ტენდენცია აჩვენებს, რომ რუსეთის წინსვლა უფრო ესეთი ხშირია და არის რა თქმა უნდა იმის რისკი, რომ კონსტანტინივკა დაეცემა, თუმცა ეს ყველაფერი დროის ამბავია. აი დროის სასარგებლოდ იმუშავებს, ეს კიდე ცალკე თემა არის. ხო, აი აღმოსავლეთით ვისაუბრეთ, აქ კუპიანსკის მიმართულებაზე და კიდევ უფრო იქით სუმის მიმართულებაზე არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ არის. თუ მაინც და მაინც კი ბატონო აგერ გადავხედოთ, აი უკვე თლიანი ეს ივლისის თვე გავიარე, 30 ივნისზე ჩავედი, აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართულებაზე ხარკოვის ოლქში. და სამხრეთით ყველაფერი გაცილებით უფრო სხვანაირად არის, აქ უპირატესობას ცალსახად აფიქსირებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, ამაზე არაერთხელ მისაუბრია და გარდა ჰულაეპოლეს გარკვეული უბნებისა, აქ რუსებს არანაირი წინსვლა არ დაუფიქსირებიათ. საინტერესო მოვლენები განსაკუთრებით ვითარდება აქ სტეპნოჰირსკის, კამიანსკის გარშემო ველოდებით. აქ ნელ-ნელა მეთოდურად უკრაინელები ავიწროვებენ რუსების პოზიციებს, გარდა ამისა მძიმდება მომარაგების თვალსაზრისით საქმე რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის და ველოდებით ახლო მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ეს ზონა უკვე უკრაინელების კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვნახოთ, იმედი მაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დრაპატის ხელმძღვანელობის პირობებში კიდევ უფრო საინტერესო ამბები მოხდება ფრონტის ხაზზე. გავიარეთ მოკლედ ეს ამბავი, ძალიან სწრაფად, ახლა საშუალო დისტანციაზე განხორციელებული დარტყმების რამდენიმე ეფექტურ კადრს გაჩვენებთ, რადგან უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ლოჯისტიკის განადგურებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ყირიმის იზოლაციის თვალსაზრისით, არამედ უშუალოდ სხვაგან ფრონტის ხაზზე რა მოხდება აღმოსავლეთით თუ სამხრეთით, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ეს ჩემზე, თქვენზე კარგად იციან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა და შესაბამისად ასეთ კადრებს ვხედავთ. არ ეცემა მოკლედ ლოჯისტიკის ლოკდაუნის ტემპი. ნახეთ, სიგიჟეთ კადრი არის, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოფრინავს აქ დრონი და პირდაპირ ეჯახება სატვირთოს. რა თქმა უნდა, უსუსმელი მცდელობა იმის, რომ კალაშნიკოვის ჯერით ჩამოეგდოთ ახლა ეს დრონი არ გამოდგა ეფექტური. ფილმის კადრია, სიგიჟეა, მართლა ძალიან მაგარი ამბავია. ესეთ ჯოჯოხეთში ამყოფებენ მოკლედ რუსეთის მომარაგებაზე პასუხისმგებელ ხალხს, როგორც ბრძანების გამცემებს, ასევე შემსრულებლებს. ალბათ არავინ არ ისურვებდა ახლა, რომ რუსი მძღოლი იყოს, რუსული სამხედრო ტვირთი გადაჰქონდეს სადმე მარიუპოლის გზაზე მაგალითად თუ რა ვიცი აღმოსავლეთის მიმართულებით ესეთი დარტყმები გვაქვს არამხოლოდ FP1, FP2 დრონებით, ზოგ შემთხვევაში FPV კამიკაძე დრონებითაც ხდება ლოჯისტიკის განადგურება, რაც საკმაოდ დაიხვეწა ეს ტექნოლოგიები, ადრე თუ 15 კილომეტრის რადიუსში მოქმედებდნენ და 10 კილომეტრის ეფექტურად, ახლა 50, 60, 70 და 100-ზე მეტი კილომეტრის დაშორებითაც ურტყამენ. აქ ძალიან ეფექტური კადრი გვაქვს ასევე, ეს აუცილებლად უნდა გაჩვენოთ, უბრალოდ უნდა გადავამოწმოთ, სად ხდება, აღარ მახსოვს, ყირიმის highway არის, ხო, ყირიმის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზატკეცილი მოკლედ. აქ რუსებმა მორიგჯერზე სცადეს, რომ ყირიმის მომარაგებისთვის საწვავი გაეგზავნათ და კოლონა გაუშვეს საწვამზიდების, როგორც ხედავთ და ძნელი გამოსაცნობი არ არის, აი ამ ბოლო კადრის შემდეგ რა მოხდა, აი აქ, ნახეთ, სად არის დაფიქსირებული დრონი ბოლოს, აი ამ მომენტში.
შესაბამისად შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ, რომ ეს კოლონა ცისტერნების უკვე აღარ არსებობს. დიდი ალბათობით უზარმაზარი აფეთქება მოხდებოდა აქ. ხო, ეს რა არის? ესეც დაახლოებით იგივე ამბავია. აქ რა სხვაობა ეს არის? აღარ მახსოვს. ეს ძალიან მაგარი კადრი იყო ასევე. აქ რა ხდება? აქ არის ეგრეთ წოდებული მობილური ჯგუფი, რომლებიც განლაგებული არიან ამ გზებზე, მოძრაობენ ასევე ამ ტურისტებთან მათ გასაცილებლად და ამოცანა მათი არის ამ დრონების გამოჩენის შემთხვევაში ჩამოგდება. ახლა აქ ნახეთ რა მოხდა. ეს მობილური ჯგუფი განთავსდა, მოკლედ ამ მომენტში ჰაერში არის დრონი, ეს არის უშუალოდ ამ დრონის გამოსახულება და 280, который снабжает Крым, сегодня находится под полным контролем. Значительно упала эффективность украинских дронов. Значительно упала. გადავუხვია მოკლედ გზიდან, შესაძლოა ის რომელიმე რაღაც სატვირთო ავტომობილის გასანადგურებლად მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ აი ამ მობილური ჯგუფის გასანადგურებლად მიემართა ეს დრონი და ძალიან წარმატებული დარტყმაც განხორციელდა. ეს კიდევ დამატებითი კადრები გვაქვს ამ კოლაჟში, ასევე ძალიან საინტერესო. ურალები, კამაზები, საწვამზიდები, ცისტერნები და ასე შემდეგ. ფულხანკებიც არ არიან კარგ დღეში. თუ მით უმეტეს აღმოაჩინეს სადაზვერო დრონებით ისეთი სადგომები, სადაც ერთდროულად რამდენიმე სატვირთო არის განთავსებული, ხო ცხადია, უფრო დიდი მსუყე ლუკმა არის ამ შემთხვევაში უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის, მათ აღარ უწევთ დევნა გზებზე, ვინ მოძრაობს, ვინ არა, აღარ უწევთ იმის გარჩევა, ეს სამოქალაქო ტვირთია თუ სამხედრო ტვირთია, ბევრი სატვირთო ერთად დგას. ესე იგი უნდა განადგურდეს, აღარ აქვს უკვე აქ სხვა კითხვის ნიშნები ამ ამბავს და ასეც იქცევიან. სწორედ აი ამ ტიპის ოპერაციის კადრებს ვადევნეთ ჩვენ ახლა თვალი. ეს ხდება ყოველდღე, ხალხო, ეს ხდება ძალიან ბევრგან. ფრონტის ყველა მიმართულებით, ასე ვთქვათ, და ოკუპირებული ყირიმის მისადგომ გზებზე. შემდეგი რა გვაქვს? ხო, ეს ცოტა დაგვიანებული, მაგრამ კარგი ამბავი არის. ეს არის 21-ის, ანუ ერთი დღის წინანდელი ამბავი. მარიუპოლის ტერიტორიაზე უკრაინელებმა ნავთობაზა დაბომბეს, დრონების მიფრენა იყო და ასეთი ვულკანი ამოიფრქვა ამ შემთხვევაშიც, Wildberries არ იყოს. ხო, მოკლედ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ობიექტი, იმიტომ რომ მოქალაქეების საწვავით მომარაგებას აქ აღარავინ აღარ ჩივის, რუსების პერსპექტივიდან ვამბობ ცხადია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ როგორღაც ფრონტზე არსებული საჭიროებები მაინც შეავსონ, როგორღაც მათ ტრანსპორტისთვის, გადაადგილებისთვის საჭირო ნავთობპროდუქტები გაიგზავნოს. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით მარიუპოლში მდებარე ეს საცავიც და დიდი ალბათობით კი არა, მე არ ვარაუდობ ამაზე წავიკითხე, ეს იყო არმიისთვის განკუთვნილი მოკლედ ბაზა, რომელიც განადგურდა. ახლა ბოლოსკენ მივდივარ და სულ ორიოდე ამბავი, რომელიც რუსეთში არსებულ ცხოვრებაზე გვიყვება, ძალიან მოკლე ვიდეოებს გაჩვენებთ. ერთ შემთხვევაში გაჩვენებთ ვიდეოს, სადაც რუსეთის ერთ-ერთ პერიფერიაში ადგილობრივების ყოფა არის ასახული და მეორე შემთხვევაში გაჩვენებთ ვიდეოს, რომელიც გადაღებული არის პოლონეთში, აღფრთოვანებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პოლონეთში არიან და სუპერმარკეტში შევიდნენ, გაოცებულები წერენ ვიდეოს, რა იაფი არის იქ ცხოვრება, რამდენად მრავალფეროვანი პროდუქცია არის დახლზე და რამდენად დაბალ ფასებში შეუძლიათ ამ ყველაფრის ყიდვა და ესე ოცნებობენ, რომ ნეტავ შემეძლოს, აქ გადმოვიდე, ნეტა ძველი დრო იყოს და გავზიდავდი მთლიანად ამ მაღაზიას, სახში წავე. აი ეგეთი დრო დაუდგათ მოკლედ და ჩემი მიზანი რატომაც მინდა რომ ეს გაჩვენოთ ერთ-ერთი ასევე ის არის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართულ აუდიტორიას რა ხდება მაშინ ევროპაში, როდესაც ჩვენთანაც უმძიმესი მდგომარეობა არის ფასების ზრდის თვალსაზრისით. ეს ის ევროპაა, რომელზეც გეუბნებათ ქართული ოცნება, რომ თურმე გაკოტრებულია, რომ უბედურ დღეში არიან, რომ კატასტროფის პირას დგას და რა გვინდა მან საერთოდ რას მივდივართ. Кай, нахот ეხლა ეს ვიდეო მასალა და შემდეგ თავად რუსეთში რა ხდება ის. Магазин в Польше, чувствуем себя просто дикарями. Юля набирает просто какие-то... Чувствую себя обманутой. Ну, то есть, в другом смысле, здесь, типа... Ну, 400 грамм голубики тут стоит сколько? 240. 240 рублей.
Было какое-то сумасшедшее. Смотрите, что это крыжовник. Крыжовник просто в магазине продается. Ну и мы, короче, ходим и просто, ну и в шоке. Ну, во-первых, ассортимент просто сумасшедший. А во-вторых, что все есть, и это все доступно. Сейчас вечер, уже магазин закрывается, все равно вот овощи, фрукты, все есть. И все это стоит, ну, просто, я не знаю, в бери не хочу, вот половина ананаса стоит 160 рублей, половинка ананаса. Яблоки по 80 рублей, я вот смотрю, вот яблоко 80 рублей. Груша. Не знаю, когда мы возвращаться теперь. После того, что я сейчас все вижу, что в супермаркете овощи, фрукты, вот эти очень вкусные пудинги. Я их всегда всю жизнь любил, пока мы в Польше катались. Короче, тут все есть. Вон малина, пожалуйста, голубика, кукуруза. Все. Да. Пожалуйста, откройте границы. Пожалуйста, уже пора. Срочно пора открыть границы. Я хочу взять машину, зеленую карту, как в прошлый раз, как в прошлой жизни уже. Я хочу сказать, зеленую карту купил, на границу приехал, и потом просто в Lidl, в ведронку заезжаешь. Просто весь багажник вот этими всеми кефирчиками, молочкой. И всем затариваешься, едешь домой и чувствуешь себя самым счастливым человеком. ნახეთ ხო? აი ამათ რო უყურებ, თავში ესეთი რამე მიტრიალებს, რომ ესენი არიან აი არ მესმის იმ ხალხის, ვისაც მოწონს რაღაც ეს რუსული მართლა არ მესმის ამ ხალხის რა, რა მოგწონთ ამ ხალხში, ვისაც მიემართება, ისაც მიემართავ. ანუ ტიპები არიან ხამები, ჩვეულებრივი, მე თუ მკითხავთ, ანუ ფული აქვთ და არიან გოიმები, ანუ მეტი არაფერი ამ არც ერთხელ არ მიგრძნია რაღაცა ამ ხალხის ღირებულება, როცა ამათ უსმენ ჩვეულებრივ ყოფით პროცესში. ანუ არც ერთხელ მათი ღირებულება არ მიგრძნია, რომ რაღაცა ღირსებები მარტო კუჭი, ბენზინი ჩაასხან, ბრენდები იყიდონ და რა ვიცი, ჩამოვიდნენ საქართველოში ხინკალი ჭამონ, ხაჭაპური ჭამონ და რა ვიცი, რაღაც ჩავიდნენ და რაღაც ნახონ და ვაუ და იქაც არ იქცევიან, მე ისე როგორც უნდა მოიქცნენ, იქცევიან როგორც ხამები ჩვეულებრივი და ცნობილი ამბავია, რა არის რუსი ტურისტი, ხო? აი ამ ხალხის ღირებულება ვინ, სად და როდის დაინახა როგორც საზოგადოების, მე მართლა წარმოდგენა არ მაქვს. და ნუ აი ესეთ შემთხვევებშიც ჩანს, ანუ ტიპი გაკვირვებულებ სუპერმარკეტში შევიდა და იოგურტის რაღაცა წაღებაზე ოცნებობს, ნუ აი არ ვიცი. დანარჩენი თქვენ დაწერეთ კომენტარებში. ხო, აი ფული რო აღარ ექნებათ, მე რა მოხდება, ეგ ძალიან მაინტერესებს, ხო, ეგ არის მთელი ამბავი. ეხლა ნახეთ რა ხდება რუსეთში. რომელი ოლქი არის ეს? ეს ხდება ირკუტსკში, თუ არ ვცდები, თუ სადღაც მანდ ერთ სიტყვით, აქ დასათაურებული არის ესე, რომ აქ მოიპოვებენ ბრილიანტებს, მოიპოვებენ ოქროს, მოიპოვებენ ნავთობს, მაგრამ ხალხი წარმოუდგენელ რეალობაში ცხოვრობს. Всем похеру, да? Слушайте, а вот такого я точно ни разу не видел. Загаженная общага связистов и сгнивший 17-й квартал попали в обзор Якутска от блогера Walk and Talk. Он искренне удивился, что местные жители до сих пор ходят в туалет на улице, да еще в минус 50. Но зато везде расклеены объявления с призывом подписать контракт на СВО. Такова она, алмазная столица. Точнее, такой ее сделали приспешники Путина. Первый раз иду в якутское общежитие. Санузел, да, общий? Да. Санузел общий. А сколько вот за комнату ты платишь? Я плачу уже 12. Смотрите, это какой-то спортивный комплекс. Вон там куча новостроек. Вон там в соседстве с такими старыми разваливающимися домами частными. Ну, где частные, а где вот такие двухэтажные бараки. Вот эти вот ступеньки никто не менял никогда. Нет. Да, с того времени все, да? С момента постройки. Слушайте, а там вообще отвалилась у вас даже вот эта штукатурка вся. Нету полной канализации, полного благоустройства. То есть чаще всего канализации нету. А у вас нету? Имеется септик. А что тогда делать? На улицу? Да, большинство выносит ведра. На улицу прям? Да. Подождите, вот эти туалеты, это вот уличный туалет, он тот же зеленый? Да. Ведро заместо туалета, это, конечно, уровень. И таких домов, где люди в ведро ходят и в таз, еще много в Якутске, да, вот, вот таких вот двухэтажных.
Их очень много. Вот эта строящаяся ледовая арена, и вот здесь такое. И снова эти двухэтажки деревянные, старые. От тех первых я ушел, наверное, километра 2. Здесь опять туалеты на улицах, какие-то свалки. Я шел мимо, и вот такие какие-то носилки были. И я думал, что это за носилки? Это какой-то концепт выноса мусора. Выглядит отвратно и воняет. Да, ребят, очень воняет. С добрым утром, милая. А здесь вон даже вода. А здесь Дольче Габбана. Парфюм, вода и новая интенсивная парфюмерная программа. И тоже вот вода вот эта вот. Конечно, здесь не очень. Слушайте, эта вода, она практически в каждом подъезде. Как так можно жить? აჰა, ბოლოს ძალიან საინტერესო კითხვა იყო, ხო? როგორ შეიძლება აქ ცხოვრებ? აი ესეც თქვენი რუსეთი მოსკოვს მიიღმა. აი ესე დღეში არიან, ეს ხალხი ვის საინტერესებს, საერთოდ ვის ანაღლებს? ეკნებათ მათ კანალიზაცია, როგორ სახში ცხოვრა, ვის აინტერესებს რამდენი ადამიანი წავა აქედან ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. თავარია ბანერებია გაკრული, რომ აი ამ უბედურებიდან ვიღაცა ფულს დაახარბონ და დაარწმუნონ, რომ წავა მარტივად ფულს იშოვის. აქ ხო ეხლა პროპაგანდით გამორეცხილი ხალხია, რომელსაც ჯერა რომ პუტინის არმია წინ მიიწევს, რომ იქ უპრობლემოდ შევლენ დაიკავებენ კიევს და ასე შემდეგ და თანაც გამდიდრდებიან ეხლა კანალიზაცია რო არა აქვს და გარეთ ქუჩაში რო რა ვიცი, იქ მაყოფილებს თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, რაზე უნდა ელაბა იმისთვის ერთადერთი პერსპექტივა ის არის, რომ წავიდეს და იმ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. თუმცა რეალობა არის სხვა, რეალობა ის არის, რომ მათ შორის CIA-ის თუ აღარ მახსოვს რომელიღაც ამერიკული სააგენტოს ესეთი და კი, CIA-ის დირექტორის დასკვნა იყო ასეთი, რომ საშუალო სიცოცხლის უნარიანობა უშუალოდ შეხების ხაზთან რუსი სამხედროების შემთხვევაში არის 30-35 წუთი. ეს არის და ეს. აი ეგ ხდება საბოლოოდ, როდესაც რეალობას ეჯახებიან ხოლმე. მაგრამ ხო, აი ესეთი მდგომარეობა აქვთ იქ, სადაც არიან. შესაბამისად არ არის გასაკვირი ის, რომ სწორედ ასეთი პერიფერიებიდან არის ძირითადი ნაწილი მსხვერპლის და სწორედ ასეთებს სურეცხავენ ტვინს, რომ წავიდნენ ეგრეთ წოდებულ სამხედრო სპეციალურ ოპერაციაში. სხვათა შორის მე რამდენიმე თვის წინ მქონდა ინტერვიუ ჩემ კოლეგასთან, რომელიც არის ბაშკირეთიდან, ის ემიგრაციაში უკვე დიდი ხანია და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგია და შესაბამისი მიმართულებით მუშაობს და ის ესეთ რაღაცას ამბობდა, როდესაც აი სწორედ ამ ტვინის გამორეცხვაზე ვლაპარაკობდით რა, რომ მაგალითად ესეთ რეგიონებში ხალხს ეუბნებიან, რომ შენ თუ წახვალ სამხედრო ოპერაციაში და ხელს მოაწერ კონტრაქტს, შენ გახდები ისეთივე მამაცი და ისეთივე სრულყოფილი კაცი, როგორიც არის რუსი კაცი. ანუ აი ესეთ წარმოგიდგენიათ რაზე ვლაპარაკობ, ანუ ესეთია მათი თვით შეფასება, ესეთი არის მათი ცხოვრების ყოფა, ისინი არ არიან თანაბარი მოქალაქეები, ისინი არიან მეორე ხარისხოვანი თუ მეათე ხარისხოვანი თუ მეათასე და მათ შორის აი მოტივაციის ზრდისთვის პირდაპირ ეუბნებიან ესე დამამცირებელ რამეს, რეალურად დამამცირებელ რამეს, რომ აი შენ თუ წახვალ და ჩაიცვან ფორმას და იქ რაღაც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, შენც ისეთივე მაგარი კაცი იქნები, როგორიც რუსი არის. აი ამაზე არის ამბავი, ხო, დიდი ალბათობით თუ შემოდგომას მობილიზაცია გამოცხადა, სწორედ ასეთი რეგიონებიდან გახვეტავენ ხალხს. და ბოლოს დავასრულებ დღევანდელ აი ამ საუბარს. ძალიან სიმბოლური ასევე და მე მიყვარს ხოლმე ეს მხიარულ ნოტაზე დასრულება მოგეხსენებათ. ამბავი აქ იმაში მდგომარეობს, რომ ლადამ წარადგინა ახალი მოდელი, ნივის ახალი მოდელი წარადგინა და სწორედ ისეთივე ნაგავი არის და ისეთივე ვიზუალი აქვს და ისევე გამოიყურება, როგორც აქამდე აი ამ პოსტის ავტორს ასეთი რამ უწერია. ამ ვიდეოზე მე ძალიან გავერთე, კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებისთვის, თუ სად არის რუსეთის ტექნოლოგიური განვითარება. ახალი ნივა. საოცარება, მე რო გიждები ეს გოგო გადმოდა ხელს იქნევს სუფთაი საბჭოთა დრო გაგახსენდებათ, რა ვიცი, ან კადრებში ვისაც გვინახავს. ისე ვიქარიან ესენი.
მოკლედ ასე, ქალბატონებო და ბატონებო. დავრჩეთ პოზიტიურად, დავრჩეთ იმედიანად, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი მეტნაკლებად უკეთესად მიდის. ინიციატივა უკრაინის მხარეს არის, ტექნოლოგიური უპირატესობა მათ მხარეს არის. გარკვეული იმედის მომცემი ცვლილებებიც გვაქვს და ამის შესახებაც მოგიყევით. დრაპატიზე მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანიც წინასწარ კარგი განწყობით ვართ და იმედი გვაქვს, რომ ეს განწყობა გაგვიმართლდება. მოკლედ, ამ ეტაპზე სულ ეს არის, რით თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ უყურებდით ამ დრომდე და მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, არ გამოგრჩეთ, ეს მნიშვნელოვანი არის და ასევე დატოვეთ მოსაზრებები, თქვენი პოზიციები კომენტარებში. გამოიწერეთ არხი, ძალიან მიკვირს თუ ამ დრომდე მიყურებთ და არხი არ გაქვთ გამოწერილი ასევე. შემოვერთდით აუდიტორიას, იმედი მაქვს, რომ მალე 10,000 გამომწერზე ავალ და თუ უფრო მეტის გაკეთების სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, ჩაერთეთ დონაციაში, შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში. თქვენი მხარდაჭერა და ფინანსური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ანგარიშის ნომერი, Patreon-ის პლატფორმის ლინკი და PayPal-ის ლინკი არის ამ ვიდეოს აღწერაში. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.